თქვენი გამოცდილებით და თქვენი ანალიზით, რამდენად ჩანს რამე ინდიკატორი, რომ რუსეთი რამის მოლაპარაკებების ხასიათზეა, ასე ვთქვათ, თუ რუსეთი იყენებს ამ მოლაპარაკებებს ისევ იმ პოლიტიკის გასაგრძელებლად, რა პოლიტიკის ფარგლებშიც შეიჭრა იგი უკრაინაში. გარდა იმისა, რომ მე თვითონ დიპლომატიურ სამსახურში გახლდით ძალიან დიდ ხანს, ამის გარდა აკადემიურად ვასწავლი საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაზე და ისტორია მგონია რომ ვიცი და ვწერ ისტორიაზე საკმაოდ აქტიურად, მათ შორის რუსეთის ისტორიაზე. შემიძლია პასუხისგებლობით თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის მიმართულია რაღაც კონკრეტული ტაქტიკური მიზნის მისაღწევად და შემდეგ ამ მოლაპარაკებების შედეგები რუსეთის მხრიდან ყოველ ჯერზე ირღვევა კატასტროფულად. რუსეთის როლი მაგალითად აფხაზეთში ომში მის მიერ აღებული ვალდებულებების შეთანხმებები უფრო შორს რომ წავიდეთ 1920 წლის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის უამრავი სხვა ბისმარკს აქვს ნათქვამი რომ რუსეთთან შეთანხმება იმ ქაღალდად არ ღირს რომელზედაც ის დაწერილია.